თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ორი ახალი ევროპული ავიაკომპანიის მასპინძელია. შვეიცარიული Edelweis's და ფრანგული ტრანსავია ფრანსის პირველი თვითმფრინავები პირველი რეისებით უკვე საქართველოშია. Edelweisმა ციურიხიდან თბილისში 151 ტრანსავიამ კი 163 მგზავრი ჩამოიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისსა და ციურიხს, თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული და პირდაპირი ფრენები უკვე დაიწყო. ორივე ფრენა კვირაში ორჯერ შესრულდება. ჩვენ მუდმივად მუშაობთ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, რათა ხელი შეუწყოთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას საქართველოს ავიაბაზარზე, რაც თავისუფლად ნიშნავს მეტი საერთაშორისო მოგზაურის შემოყვანას საქართველოს ტურიზმის სექტორის გასავითარებლად. საქართველოსა და შვეიცარიას და საქართველოსა და პარიზს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ეკონომიკურ გუნდში ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის უდიდეს მიღწევად ახასებენ. აპრილის თვეში ჩვენ ქვეყნის საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიას დაემატა დამატებით 4 ევროპული ავიაკომპანია, მათ შორის ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიც არის British Airways, EasyJet, Edelweiss, შვეიცარიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ასევე ტრანსავია საფრანგეთი. 4 ავიაკომპანიის შემოსვლა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს უჩნდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები დიდ ბრიტანეთთან კვირაში 6 სიხშირით, შვეიცარიასთან ციურიხი, ისევე როგორც ჟენევა კვირაში 2 სიხშირე, მილანი, ისევე როგორც პარიზი, რა თქმა უნდა, აღნიშნული ზემოხსენებული ქვეყნები და მიმართულებები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის. უფრო მეტი ევროპული ავიაკომპანიის და ტურისტის მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა გრძელდება. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ციურიხიდან პირველი რეისით შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებს და ბლოგებს მომზადებენ. ერთი კვირის განმავლობაში მოინახულებენ საქართველოს, გაიცნობიან მთავარ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს იმისთვის, რომ მოგვიანებით მათ მოამზადონ ვიდეო, რგოლები, სტატიები, სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული მასალა იმისთვის, რომ გააცნონ თავიანთ ქვეყანაში მოგზაურებს, რათა საქართველო როგორც ახალი დანიშნულების ადგილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს მოგზაურებისთვის სასურველ რუკაზე. შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის, ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე ფრენებს 90 მიმართულებით ასრულებს.